ზარების რეკვა ისმის და მინდა რომ თქვენც მოგასმენინოთ, რომ გაჩერდნენ. გუშინ ბელარუსიულ მაღაზიაში შევიძინე ორი პროდუქტი. ეს არის კრემ მასაჟნი ანტიცელულიტნი. ეს მე თქვენთვის ნათქვამი მაქვს, რომ ჩემმა ერთ-ერთმა საყვარელმა, ესე ვთქვათ, მასწავლებელმა, ონლაინ მასწავლებელმა, რომელიც აი ეს გახდომა ვარჯიშებზე დამაკვალიანა თავის დროზე და ახლა ძალიან მჭირდება, როგორც ამწონეს გუშინ ექიმთან 97 და 300 ვიყავი ჩასასმელად 2 კილო გამოაკელითო. ნუ კაი ბოტასი და ჯინსი მეცვა და კიდე სხვაც რაღაცები 2 კილო გამოვაკელე. 95 85 ვიყავი მაისში. ესე იგი გაზაფხულზე პირველად ექიმთან მივედი ენდოკრინული პრობლემებით 88 კილო. მერე სადღაც ივნისამდე ვიყავი 85 და ივნისის შემდეგ გავხდი 95 10 კილო წავამატე. თქვენ თვითონ დათვალეთ რამდენი მაქვს მოსაშორებელი. ნუ სადღაცა 25-30 კილოგრამი და მე ამ თემას ვერ ვეგუები. ერთხელ საწყობში გოგოებიც ვლაპარაკობდით და თანამშრომელი ყავდა, რომელიც მთელი ცხოვრება დიეტაზე იყო და ძალიან ბევრი ქონდა მოკლებული ადამიანს და ვიმატებო და კიდე უნდა მივხედო და კაიო შეეგუეო რომ ეგეთი კონფიგურაცია გაქვს, ეგეთი გენეტი ვერ შევეგუებიო და იცით რა კარგად მესმის, არც უნდა შეეგუო. ხა იმას კი არ ვამბობ რომ უნდა აბუნტდე და გაგიჟდე და გადაირიო, მაგრამ ნუ უნდა იმუშაო, თორე ეგეთ რაღაცას თუ შევეგუე, მერე უცუდად მოქმედებს. განწყობაზე, ჯანმრთელობაზე თმები მაქვს დაბრწყელებული და შესაღები, სახებავი ვიყიდე. აგარეში შევიღებავ, აქ არა. ისე აქაც შეიძლება მომემპრიანოს და მივიდე მასტერთან. და რახან მოსაშორებელი მაქვს, შევედი, იქვე ვიყავი ბელარუსულში. მითხრეს რომ 20 ლარი ღირსო საიტზე რო ვიკითხე და ინსტაგრამზე და აქ ღირდა 18 ლარი. ეს ანა კურკურინამ, ჩემმა ონლაინ მასწავლებელმა, ჩემმა ონლაინ მოძღვარმა გახდომა ვარჯიშში, გვირჩია, უკრაინელია, ქალბატონია, ძალიან საინტერესო. როგორ გითხრათ? არ მინდა რომ არავის შეურაცხყოფა მივაყენო, მაგ ამბებში ვერ ვარკვევი კარგად და უბრალოდ სიტყვებს ვარჩევ, რომ სწორებ თქვა და არავის ვაწყენინო. ქალბატონია, რომელიც ამჯობინებს, რომ იყოს მამაკაცი. პროფესიით არის ქიმია, ბიოლოგი, ძალიან უყვარს ცხოველები, ზოოპარკში ძალიან ნამუშევარი, აი ხა ამ უკრაინის ომთან დაკავშირებით. ვიღაცამ ხომ უნდა მიხედოს, აი ამ ცხოველების ითავა, ცხოველების საქმე უპატრონოდ დარჩენილების და ჯერ ერთი საშიშია ანტისანიტარია, დაავადება შეიძლება გაავრცელოს ადამიანისთვისაც საშიშია და მე ცხოველიც ხო ცოდვაა რა. და აი მას უვლის და უფასოდ ამასაჟებს და ავარჯიშებს ცერებრალიტით დაავადებულ ბავშვებს და ფეხზე აყენებს და მოკლედ აი დიდი გულის ადამიანია და ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ჰორმონები საით იხრება მისი ალალად. და თანაც ძალიან კარგი სპეციალისტია, ეს არის ჯერჯერობით ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ქალი, რომელმაც თავის წონაზე ორმაგი თუ სამმაგი აწია. და გითხრა რომ აი ეს არისო ბელორუსიულიო, ხო ხედავთო შეფუთვაც არ არისო ესეთი გარეკლამებული, მაგრამ არის აი სასწაულიო, ვარჯიშთან და მასაჟთან ერთად აკეთებს სასწაულებსო. შემადგენლობაში შედის კოფეინი, ექსტრაქტ, მარსკი, ვოდოროსლი, წყალმცენარეების ექსტრაქტი, ეფირნია მასლა და გარის რამ ბიოტეკია, კომპანია ბიოტეკი და არის 200 მილილიტრი. ეს სამომავლო ამბავია. ეს აგარაში ჩემი მასაჟისტი გააკეთებს, ქარელში უფრო სწორედ. და შევიძინე ტონერი. ეს არ არის დემაკიაჟი, ეს არის ტონერი. მატონიზირებელი, არის Hemp Green-ის კომპანია, 99% ნატურალური, ძალიან მირჩია. ინტერნეტშიც მოვქექე და ზოგი აქებს, ზოგი არა. ანუ არ მომიხდას თემა. ეს არ არის ის თემა, რომ ვარგა არ ვარგა. ყველა ვარიანტში კარგია. ჩვენ ბელარუსიული ვიცით, რომ კარგია. მე ვენდობი ყოველ შემთხვევაში. ასევე ამ ბელორუსიულში ძალიან კარგი დეკორატიული კოსმეტიკა აქვს, ისეთი როგორც არის ტუში,
ჩრდილები, ბლესკები, რა ვიცი 1000 რაღაცა, რაშიც მე დიდად კარგად ვერ ვარკვევი, ერთადერთი ამისი საღებავი და ფანქარი ვიკითხე და ჩემтери არ ხარ. თქვენ პირველად ხართ ჩემთან სახლში, თბილისის სახლში, ამ სახლში, მე თბილისში რამდენიმე სახლი მაქვს. მართალია სულ ყველას ვალი გვაქვს გადასახდელი, ანუ ჯერ გასწორებული არა ვართ. ვინაიდან და რადგანაც აქ არ აღმომაჩნდა ეს დისკები, ბამბის დისკები და არც ბამბა. ალბათ მაქვს, მაგრამ სადა მაქვს არ ვიცი. პირველად ვხმარობ შორს ტონერს. ქაფიანია. ნუ თუ ეს არ უნდა ჩამოვიბანო, ზედაც აწერი არ ჩამოიბანოთ. ზოგი ამბობს წებოვანიაო, ზოგი ამბობს ცხიმიანს ძალიან უხდებაო, ზოგი ამბობს მშრალს არ ყოფნისო. აი. ასე. ზედაწერია რომ არის დეკოლტ კისერი და დეკოლტისთვის და ჩემ ფუმფულა კისერი. წევისვათ ჩიხვთან აი აქ ცენტრში არაფრის წასმა არ შეიძლება ჩემთვის, არ არის რეკომენდებული. აჰა. ეხლა არ გადავაჭარბებ მე რომ პირველად ხმარობ და ალერგია არ მომცეს ან რაღაც ესეთი სუნი აქვს. ძალიან სასიამოვნო და ამას აწერია რომ აქვს კანაპლის ექსტრაქტი. უი, მეთქი კანაპლის ექსტრაქტი აქვს მეთქი და მირი რა მოხდაო იმ გოგო მითხრა. თანამშრომელი არაფერ მე ვთქვი ყველანი გამხიარულდებთ. ფოთოლი სახარტია ზედა აი. აჰა, ну, ვინც არ ვეწევით და ასვანაირად არ მოვიხმოთ. სახაზე წავშ. ამის შედეგებს გაგიზიარებთ აუცილებლად. მიუხედავად იმისა, რომ ეველინის დიდი შეფუთვა მაქვს სახლში, ესე დავამატე. ახლა ჩემო საყვარლებოდ, თქვენ იცით ჩემი შიმშილების ამბავი, ერთ-ორ ლუკმას მივერთმევ და აუცილებლად ჩემ საყვარელ სოლოლაკში ვარ. დავდივარ, ნებივრობ, ვსეირნობ. სოლოლაკელებმა იცით და ვინც არ იცით, აქ არის ერთი მაღაზია, ქვია მარსი. მიყვარს ჩვენ უბნელებს ეს მაღაზია. მე მოვედი თმისაღებავი ვიყიდე, 2 ცალი იყო დარჩენილი. ერთი ჩემთვის მინდაო პატრონმა, მაგრამ მე დაგითმოკო მითხრა მე მომიტანენო და შენ აგარაში სად მომიტანენო და 2 ცალი ვიყიდე. ეს 2 ცალი ჩემთვის არის როგორც მინიმუმი 4 შეყებვა, როგორც მინიმუმი. ხო და ძალიან ბედნიერი ვარ. მე გაჩვენებთ აუცილებლად ამ საღებავს. იქნებ თქვენც გამოგადგეთ, ძალიან კარგი საღებავია და ყველგან არ იყიდება. მე მაგალითად აი სპეციალურად მოვედი ახლა სოლოლაკში. მივდივარ რუსთაველისკენ, ძალიან მინდა გასეირნება და რაღაც საქმეები მაქვს. ნახოთ. სადაც უკეთესია იქ მიგვიყვანს ფეხი. დავით, მე ესე მჯერავს. კი არ მჯერავს ვიცი. ყოველთვის ესეა და იმიტომ. არია, მაგრამ სასიამოვნოა, არცილა. არ ვიცი თქვენთვის მოყოლილი მაქვს თუ არა. 2017-ში რომ გადავედით, ძალიან ბედნიერი ვიყავი რომ გადავედით, იმ ახალი საქმეებით დატვირთული, წონაში მოვიკელი, რაღაცა კარხასიაძე ვიყავი, იმიტომ რომ გამოვჯამრთელდი, დავმშვიდი, დაუწყნარდი და თბილისში ჩამოვდიოდი ძალიან იშვიათად. მერე დაიწყო პანდემია. პანდემიამდე 2 თვით ადრე მე და ტასიკომ 2 თვით ადრე კი არა, პანდემიამდე, აი ზუსტად პანდემიამდე 2 თვე ვიცხოვრეთ თბილისში, გადავედით და სანამ პანდემია არ დასრულდა, ვიყავით სულ აგარაში. გადმოვედით მერე, ტასომ რომ მუშაობა დაიწყო და მე დავიწყე მუშაობა ორთაჭალაში ლაზეროთერაპისტად. ხო და რაღაცა გზას აკეთებდნენ და ცალმხრივზე იყო და უკან წამოსასვლელი არ იყო და ტრანსპორტი და გვიან მოვდიოდი, პაციენტი მყავდა გვიან და გვიან მოვდიოდი. გავაჩერე ტაქსი. აი სანაპიროზე რომ მოვდიოდით, აი მეტეხთან და ეს განათებული ღამე და ხავერდოვანი სექტემბერი.
ოქტომბრის დასაწყისი. აი ფანჯრიდან რო შემოვიდა, მაშინ სიგარეტს ვეწეოდი. ფანჯრიდან რო შემოვიდა, რო გავაღე. მოსაწევად რო გავაღე და რო შემოვიდა ფანჯრიდან გამონაბოლქვის სურნელი. აი ამ ხეთს რო შევხედე, აი ვიგრძენი რომ ისე მომნატრებია ეს ქალაქი, რომ აი ეს გამონაბოლქვის სურნელიც კი მაბედნიერ. აი ესე მიყვარს მე ჩემი ქალაქი. მაგრამ შეიძლება გიყვარდეს და ამ ქალაქში ვერ იცხოვრო. მართლა. ხო არიან ადამიანები, აი ხალი და მამაკაცი რომ ერთმანეთი მიყვართ და ერთად ვერ ცხოვრობენ. ან იქნება ეს არც არის სიყვარული. და სიყვარული ყველაფერთან ერთად მოთმინების უნარი და დათმობის უნარიც არის. რომლის სათავე ალბათ პატევის ძენაა. არ ვიცი, თქვენ რას ვთქვით? ყოველ შემთხვევაში აი ეს ჩემი რომანი ჩემ ქალაქთან არის მუდმივი და დაუსრულებელი და საერთოდაც მერქნია რომ თბილისი არის ყველაზე ლამაზი ქალაქი დედამიწის ზურგზე. კი, მართლა ესე ვთქვი რაღაც ის ბალზაკის ასაკის ქალბატონის ტიპია ჩემთვის. აი ესე სადაცა ძალიან ღირსეული 42-43 წლის ლამაზად რომ შედის ასაკში აი ესეთი და თან ჭკიანი რომა ესეთი ქალბატონის სახეა ჩემთვის თბილისი. ჩავედით მიწისქვეშაში განათება არ ვარ და გავში. შემხვდა ჩემი გამომწერი. ჩემი სეხნია მაგა. მოგიკითხავთ კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოსალმებისთვის და კარგი თბილი სიტყვებისთვის, კარგი შეხვედრისთვის. არა ვარ ხალხო მე ესე მიჩვეული იმას პოპულარობას. არ გამიბრაზდეთ თუ ესე არაადეკვატურად გვხვდებით დაბნეული. ძალიან სასიამოვნოა მართლა რო გვხვდება ადამიანი და რაღაცა კარგს გეღო. ფანტასტიკური. მაღაზია ხუმანაში შევედი ახლა და ისე ცხელა ხალხო რომ ერთ ვერ დავინახე. ვერ დავინახე რას ყიდიანი მაღაზია. უსაზღვრო სიცხე იყო. მე რომ მინდოდეს ახლა მუშაობის დაწყება მსგავს მაღაზიაა თუ დაწესებულება შენობა არა აქვს მნიშვნელობა ვერ ვიმუშავრებდი. აი რამდენი რამე უნდა გაიხადოს ადამიანმა სასუნთქი ჰაერია თვითონ ცხელი. ჩემთვის ესეა. შეიძლება დავბერდი. ბრძივების მაღაზიაში შევდივარ. ბრძივების. ასე ეძახდა ჩემი ბიძაშვილის ბავშვი ბრძივებს ვერ იმახსოვრებთ. იმის მერე ჩვენ ვეძახით ყველანი ბრძივებს. ბრძივებში არანაკლები ეს არის ხუთვა. მაგრამ იქ ვიცოდი ზუსტად რაც მინდოდა და არ იყო. ესეთი ერთგვარი ძაფი მინდა. რომელზეც ძივის ასხმა შეიძლება და არ გქონდათ. აი გქონდათ. პრეზიდენტის სასახლესთან ვარ. არა ჩანს. ვინ ცხოვრობს ახლა აქ არ ვიცი. არ ვიცი, არ მიმიდევნებია თვალყურ. ადრე მანდ იყო რას ეძახდნენ გოდიქსის შენობა, გოდიქსი. მოკლედ ამერიკის საელჩოსი იყო, თუ ამერიკის საელჩო იყო, რა იყო, არ ვიცი. მე და მამა დავდივდით ხოლმე. საინტერესო გამოფენებზე მანდ. რას ნიშნავს ეს გოდიქსი არც ვიცი. მერე ლამაზი შენობაა, მერე ეს რესტავრაცია გააკეთეს და აგარაში რომ მუშაობდი გერმანულ კომპანიაში სტუმრად ყავდა ირანელები საქმეზე იყვნენ ჩამოსულები რომლებიც მე გამოვასეირნე გამოვიყვანე და ვაჩვენე მშრალი ხიდის ბაზრობა რა ვიცი რაღაცეები და ფეხით მოვდიოდი ზაფხული იყო კარგი ამინდი იყო გადმოვჭერით ესე ხიდი და აი მე ვთხარი აქ ცხოვრობს ინგლისურად საუბრობ აქ ცხოვრობს აქ არის მეთქი პალასი იმის ჩვენი პრეზიდენტის მეთქი და ვთქვი ში და მისი her ინგლისურად გაოცებულებმა შემომხედეს შიო ჰერო ქალიაო
ქალიაო, გადაირინა, არც არ იცოდნენ რომ პრეზიდენტი ყავდა ქალი. ეს მათთვის იყო აი საოცრებო. და ეგ მინდა ხალხო რა, მართლა ეგ მინდა. არ მინდა რომ ჩვენ ქვეყანაში გაიზარდონ თაობები, რომლებსაც გაუკვირდებათ რომ ქალი არის პრეზიდენტი. მაშინ როცა მე-12 საუკუნეში თქვა ეგ შოთა ლეგულომისა ისტორიაო, თუ იყოს თუნდა ხვადიაო. არ მინდა. აი ასე მაგალითად გუშინ წინ რა მნიშვნელობა აქვს. ვნახე ესეთი პოსტი რომელიღაცა კომპანიამ დაიწყო ვაკუუმში ჩადებული გასუფთავებული იმისი ბოსტნეულის რეალიზაცია. და იყო ამისი რეკლამა. ეს იყო გაფრთხნილი თუ არ ვწდები სტაფილო, კარტოფილი, კიდე რაღაცა იყო, მგონი კომპოსტო, არ ვიცი. და ძალიან მომეწონა, რატომ იცით? და მივწერე კიდევაც. მე არ მჩვევია საერთოდ კომენტარების და იმ პოსტების წერა. უბრალოდ თვითონ შეკითხვა იყო დასმული, კიდე რას ისურვებდითო და აი რას ვისურვებდით. იტალიაში ვიდულობდი მოხარშულ, გაფრთხნილ, კარგად გასუფთავებულ, ვაკუუმირებულ ჭარხალს. 2-3 მუჭი ჭარხალი იყო ხოლმე ვაკუუმირებული. ყიდულობდი, ერთით ვაკეთებდი ბორს, ორს საყინულის შეიძლებოდა ამის შენახვა. ორს გავხეხავდი, შევაზავებდი. წვანელით, სუნელით, მინდოდა მაიონეზით, მინდოდა ნიგვზით, რაც მქონდა. დავჭრიდი ყემალს მოვასხავდი. ანუ 2 სადილი უკვე მზად იყო. აი, ისე მეზარება ხალხო ჭარხლის ხარშვა. ჯერ რამოდენად დრო უნდა. მე ღებავს ამ ქვაბებს. მადლობა. გადამატარა მძღოლმა ჟობრაზე. ხო და იქ კომენტარები იყო რომ აი ხელშებორკილების არის, უსაქმურების არის, სულო დაგვაიმპოტენტესო. ამის გაკეთებას რა უნდაო? კაცო, არ იყიდო შენ და თქვენი რამდენიც გინდა ეს სტაფილო სახში თუ გაგდრო. მე ვიყიდი. ვაჰ, ამიტომ ხელშებორკილი უნდა დამიძა, ხო? ხან მაქვს დრო, ხან არა მაქვს დრო. ხან მაქვს ამის განწყობა, ხან არა მაქვს. მაგრამ ითვლება რომ საზოგადოებისგან ქალი არის თითით საჩვენებელი, თუ მას უნდა რომ შრომა შეიმსუბუქოს. ანუ შრომის შემსუბუქება ქალისთვის არის სიზარმაცის ტოლფასი საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის. აი ეს არ მინდა ქვეყანაში. აი ასე ღმერთს თუ რამე შეიძლება რომ თხოვოს ადამიანო, მართლა არ მინდა ჩემ ქვეყანაში, ჩემ საზოგადოებაში. რა ვიცი, აბა თქვენ რა სიტყვით? აკროი მოსულ. ხო, რა ვიცი. მე არ ვამბობ, რომ იდეალური ქვეყანა, იდეალური წყობა, იდეალური რა ვიცი, მე ეს ევროპის იდეალიზაციას არ ვახდენ მე, მაგრამ მაბადიეთ, მაგრამ ირანი დღესდღეობით როგორიც არის, იმას მირჩევნია და თუ კიდევ ვინმეს გონია, რომ ჩადრი პატიოსნებას ქმნის იმ ქვეყანაში, თუ ვინმეს გონია, რომ იმ ქვეყანაში ჰომოსექსუალიზმი არ არის, ძალიან შემწდარა. ძალიან. და ასე. შემოკარგებო. რა მაგის პასუხია და ის ტონერი, რომელიც შევიძინე. ლესიკო ქვია მე ბელარუსიული კოსმეტიკის მაღაზიაში. აღმოჩნდა არაჩვეულებრივი
იმდენად რომ დიდი სიამოვნებით კიდევ შევიძე. მაღაზიის მისამართი თუ გაინტერესებთ, რა თქმა უნდა, მაღაზიებს არ მიხდის მე. ფასდაკლებაც კი არ გამიკეთეს. არც იციან რომ მათზე ვსაუბრობ. მაღაზია არის სუპერ მაღაზია. აღმაშენებელზე მიხეილის საავადმყოფოს გვერდზეა. იქვე არის საბავშვო თეატრი, როლანდ ქარდავას საბავშვო თეატრი. აი ზუსტად იმ საბავშვო თეატრის გვერდზე. პოეტერა მაღაზია, ლესიკო. შეგიძლიათ ინსტაგრამზეც იპოვოთ. აი ასე. პაპაპა. სახალხო ილუმინაციები კიდე არ უსთაველზე. გამოჭენებული. კარგი ის გამომივიდა ვარჯიში. ეს 3000 ნაბიჯი მაინც მექნება გაკეთებული. ალბათ. სანამ თბილისში ვარ, იქ დიდი არჩევანი არ არის ხოლმე, აგარაში, თორე ხაშურში გორში ყველაფერია. ჩემი თბის აღებავს გარდა. ასევე უნდა ვიყიდო სახის დასაბანი ქაფი. მე მიყვარს ისანა. როსმენის გერმანული ის არის ისანა. ბიუჯეტურია, ძალიან ბიუჯეტური ხაზია. მაგრამ მე მომწონს. გავთიშავ, შევდივარ უკვე. ჩემ პოლიკლინიკაა თუ რაც არის. წარმატება მისურვებ. მოვედი იმასთან, ნევროლოგთან და არ არისო მეთხრეს. არა და ვარ ესე კოხტა ჩაწერილი ლამაზად გრაფიკი მაგის მიხედვით მაგ შედგენილი რა მაგარ ქვეყანაში ვცხოვრობ. სასწაული მაღაზიაში შევდივარ. აი ბუბუ, ტაშიკო მოვიდა. მე და ბუბუ გვენატრებოდა ტაშიკო და მოვიდა. ეს მე ვარ ბესარიან. მოდი ბესარიან. გადაგიღე მოდი აბა. ვეცელიან. რა შეყვარლები ხარ? კიჩას.